გატარებული არ არის. რა არის საინტერესო, მაგალითად აი ჰეგელის ფილოსოფიაში ისტორიული პროცესი არის ცალკე პერსონაჟი, ცალკე მოქმედი ძალა. და აი რო გადმოვიტანოთ მაგალითად ხე პერსონაჟი როგორ გამოიყურება, იცი? პერიოდულად ძინავს ხოლმე, აი მიძინების ეტაპები აქვს და იქ დიდად მნიშვნელობა არ აქვს მომენტ რას აკეთებ რა. და პერიოდულად აი ისტორიის სული იღვიძებს, აი ეს ცელით მიადგება ხოლმე და ეხა ეგ პერიოდი დადგა პლანეტაზე რა. რომ ისტორიის სულმა გაიღვიძა და ცელით მიადგება ხოლმე სხვადასხვა ხალხებს და მათ შორის ეხა ქართველები და ჩვენ პოლიტიკური ელიტა და კულტურული საზოგადოება მაგას კი ვერ ხვდება, მაგრამ ჩვენც მოგვადგა და სვავს ეგეთ კითხვას, რად გინდათ თქვენ სახელმწიფო? პირდაპირ ეგრე აი ყოველგვარი შელამაზების სახელმწიფო რად გინდათ თქვენ? აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომის მერე ებრაელების სახელმწიფო რო ფუძნდებოდა ისრაელი. მაშინაც აი ეღვიძა ისტორიის სულს რა, გადანაწილების პერიოდი იყო და ებრაელებსაც დაუდგათ ეგრე, თქვენ ისრაელი რად გინდათ? და ებრაელებმა თავისი ქმედებები, ტექსტით კი არა, სადღეგრძელოდ კი არა, თავის ქმედებებით რა თქვეს, იცი, ანუ ებრაელების ნათქვამი გამოჩნდა ქმედებებში, რომ აი ჩვენ ეგ სახელმწიფო როგორ გვინდა, იცი, გარშემო ხოს ყველა არაბები არიან, ყველა არაბს დავხოცავთ. ყველა ებრაელი მოკლედ, მაგრამ ეგ სახელმწიფო გვექნება იმდენად გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი კულტურის და ჩვენი რელიგიის შესანარჩუნებლად ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ოღონდ ეგ ტერიტორია ჩვენ სახელმწიფო გახდეს. ეგეთ პასუხი გასცეს. მაგდენად ჭირდებოდათ. და ეგეთი კითხვა პერიოდულად უდგება ხოლმე ყველა ერს. და ეხლა ამ ისტორიის სულმა გაიღვიძა და ჩვენთანაც რომ მოგვადგა სამწუხაროდ საქართველოს პასუხი არის რომ პასუხი არ გვაქვს. მაგ ფილტრს თანამედროვე საქართველოს როგორც პროექტი მაგ ფილტრს ვერ გაივლის. ხო და მთელი უბედურება ის არის ჩვენ რო აგვს ივარტავ ამაზე ლაპარაკობთ და ვიღაცა რო კომენტარებში გვიწერს ხოლმე რომ რეებზე ლაპარაკობთ თქვენ აი რაღაცა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეთ რომ აი რაღაცა გრეთში ხა გაძვირდა. ბიჭო, ჯერ ერთი გავიგე კაცო, მაგაზეც ლაპარაკობთ. უბრალოდ მე მაგალითად ცოტა ტვინში სისხლი მეკცევა ხოლმე, როდესაც საკითხი ისე დგას, რომ სახელმწიფო რაში გვჭირდება და აქ რის აშენებას ვაპირებთ. მაგაზე ლაპარაკი არ არის მნიშვნელოვანი და აი სადღაც ვიღაცას რა უთხრა ის ამის ვიღაცა ტენდერის გამტარებელი ბიძაშვილმა რომ იმისი ვიღაცი ცოლის გარეის მოიყვანა მაგაზე შეიძლება მთელმა თბილისმა იბაზროს, გაიგე? და სახელმწიფო პროექტი რო არა გვაქვს, ეგ ყველას კიდია. მე მგონი ამ ქვეყანაში ერთადერთი ჯგუფი რომელიც ამ თემაზე წლებია ლაპარაკობთ ვარ ჩვენ. დანარჩენი ყველა ან თუთიყუშივით იმეორებს რომ საქართველოს ისტორიული მისია რა არის ევროპაში შედო. ან ერთი ეგ არის. მეორე შენ თქვის რომ ნაცები არ მოგრუნდნენ. ეგ უფრო მნიშვნელოვანია. ხო, და ეგ მე ეწოს ეგეთ რაღაცას რომ ეგ ისტორიის სული მე ეგრე მოქმედებს რომ შენ თუ მაგაზე გასაგებ პასუხს ქმედებებით ვერ იძლევი გერთმევა. საერთოდ სახელმწიფო გერთმევა. ჩვენ რამდენჯერმე წაგვერთვა ეგრე სახელმწიფო და ძალიან ცუდი რაღაცისკენ მივდივართ, კაცო, აქ ქართველების უმეტესობისთვის თუ ის არის მნიშვნელოვანი, ხშოთას თქმის არ იყოს რაღაცა ოფენეარზე ვიღაცა ტიპები რაღაცა დრაგებს გადაყლაპავენ თუ არა და ერთმანეთს რაღაც ბუჩქებში იხმარენ თუ არა, ეგ თუ არის მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გარშემო შინაარსი. ეგეთი ერი სახელმწიფოს დაკარგავს, კაცო. აი ერთი ვიდეოს გავუშვებ და ეს არის ოფენიერიდან ვიდეო, ასეთები ბევრია, უბრალოდ აი ნახოთ და ესეთი საქართველო თუ იქნება მე საქართველოს საერთოდ. არის შენთვის queer joy. ჩემთვის queer joy არის საკუთარი თავის თვით გამოხატვა ზუსტად ისეთი როგორიც ხარ და შემდეგ ისეთი სტენდების და ადგილების ნახვა როგორიც არის მაგალითად ჩვენი თემი და სტენდი queer ინიციატივის სტენდი, სადაც ლაპარაკობთ, ჭორავთ queer ისტორიებზე, queer ამბებზე. Love you! ჩემთვის queer joy არის. აი ბრარიცი ეს ხა აი ეს ხო არ არის ხა საქართველოს ასეთი წესით, ხო, მაგრამ ესეთი ხდება. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ
ახლა მასეთი ცოტაა, გაიგე? მაგრამ შეიძლება ასეთ ვიზუალზე და ასეთ ქცევაზე პროცენტი იყოს დაბალი. ოღონდ ეგ პრობლემა და არ უნდა მიგაჩნდეს. მასეთი დამოკიდებულების ხალხი არის უკვე ძალიან მაღალი პროცენტი. ანუ სინამდვილეში ის რაღაცა open air-ი არის ასეთი შინაარსის გარემო და იქ ახლა ჩვეულებრივ მიდის ვიღაც ხალხი გასართობად. ახლა ვიღაცა რომ მივა იქ გასართობად და შენ მე და გვერდზე ეს არის. და გვერდზე ეგ გარემოა, მანდ მიდიხარ გასართობად, გეი კლუბში მიდიხარ გასართობად. ხო? ოღონდ შენ არ ახარ გეი. ხო და ან როგორი რაღაცა იცი ნახე და მე მაგას შენ რო აკრიტიკებ, კიდე არის ისეთი ხალხის, რომელიც იქ შეიძლება არ წასულა, მაგრამ კარგი რა, მაგ რა, ნუ მასეთიც იყოს, ისეთიც იყოს, რა მოხდა, გაიგე? ხო და როგორი რაღაცა იცი? ეგ მაგაზე რო დააყენოს საკითხი და აბა როგორ უნდა დააყენოს ნორმალურმა კაცმა არ ვიცი, მაგრამ ასეთი თუ გახდა. აუ ქვაქვაზე ნუ დარჩენ ფეხებზე მკიდია ყველა ვისთვისაც ვინც ინდიფერენტულია ამის მიმართ. ქვაქვაზე ნუ დარჩენილა ეგეთი თუ იქნება. ეგრე რო აყენებ საკითხს, ხო, ეგრე დგება, გაიგე? მასეთი საქართველო არის რადიკალურად სხვა პროექტი, მასეთი საქართველოს შენება. და როცა ჩვენ ვარსებობთ ქვეყანაში, სადაც შეუთავსებთ ეგ არ არის ვაფშე საქართველო. ეგ არ არის საქართველო. ანუ მე თვითონ საკითხი ისე დაყენებაც კი ძალიან არ მომწონს, რომ ეგეც საქართველოს ერთ-ერთი ვერსია. საქართველო. აღარ ანუ ეგ რაც არ ვიცი ეგ რა იქნება, მაგრამ საქართველო ეგ აღარ იქნება. ხო და ეგ არ იქნება და მაგას ახლა ვიღაცა რომ გიდგას და გაშენებინებს ძალით მაგას და თან გეუბნება რომ მასეთ პირობებში, მასეთი მომავლის შენების დამოუკიდებლობას უნდა ზეიმობდე, რავი, არ მეზეიმება. მე არ აღვიქვა მაგას რაიმე საზეიმო მდგომა, მე საზეიმო მდგომარეობა დაღვიქვა იმას, რომ მასეთ მოწინააღმდეგე მხარეს ყველანაირ შანსს პოლიტიკური წარმატების და იდეოლოგიური წარმატების დავაკარგვინებ და ჩვენი პოლიტიკური ხედვა, როგორც არის და იდეოლოგიური ხედვა, მასეთის დომინირებას მივახცევ ხა. აი სინამდვილეში, აი ქართველების, აი წარსულის სინამდვილეში რეალურად როგორი, აი მაგალითად, აი ინდოევროპული ენები, აი ყველა მის ინდოევროპული რას ნიშნავს? აი ინდოევროპული ენები ნიშნავს, აი ევროპიდან დაწყებული ირანის ჩათვლით სომხეთი ინდოეთამდე. არის ერთი ძირის ენები და ეგ საიდან ახლა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, ეგ საიდან არის ეგ რა ინდოევროპული რანაირად ამ ხელა ტერიტორიაზე ერთი ძირის ენა, აი ქართველური ენები ერთ პატარა ტერიტორიაზე არის გავრცელებული მაგალითად, ხო? ინდოევროპული ენები ინგლისურიდან დაწყებული, რუსულით გაგრძელებული, სომხურით, ირანულით და ინდური ენები გაგრძელებული, ერთი ძირიდან მომდინარეობს, შემდეგი მიზეზით, აი უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3-4 წლის წინ, აი ეგეთი კულტურა იყო, იამნაიეს კულტურას ეძახიან, მაშინ მეცნიერები თო ისე არც არის გარკვეული, რა თქვა, მომთაბარე აი თეთრკანიანების ჯგუფი, ცხენოსნები შეესიენ მთელდან ევროპაში მანამდე არ იყო ინდოევროპული ყველა დაიპყრეს შეერიან ეხლა ხო ეს გენეტიკური კვლევები რო გაჩნდა შესაძლებელია ეს კვალი გენეტიკურ ზუსტად დაადგინო აი საიდან მოდიან და ყველგან არის მთელ ევროპაში ის მათ დაითვისეს დაიპყრეს და ბასკების გარდა ყველა ენა პრაქტიკულად ევროპაში ინდოევროპული ბასკური არ არის ერთი ინდოევროპული და ის გაურკვეველი საიდან მოდის სომხეთში, ირანში, ინდოეთში და ქართველების გენეტიკაში მაგ კულტურის კვალი არ არის. ანუ ყველგან არის ჩრდილო კავკასიაშიც კია. სომხებშია, ბერძნებში, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ყველგან ყველა დაამარცხეს, ყველა შეერიან. ერთი ქართველებმა ალბათ რა ვიცი გაიგიჟეს თავი არ გაიკარეს ნაპრე მაგ რაქნეს ცოტა ძნელი წარმოსახვა ეგ თვალი არიძებდნენ მაშინ ისტორიის სული რომ მოვიდა და რო კითხა რომ თქვენ ამათ შეერებით თუ არა აქ რაღაცა ისეთ იქნა ჩვენმა წინაპრებმა რომ მთელი კონტინენტი აიღეს და ჩვენ ვერ აგვიღეს მაგის მერე იყო მეორე ეგეთი ექსპანსია ისლამური ექსპანსია სადაც აი წრეზე ჩვენ გარშემო აი ყველგან ზღვა იყო ისლამის და გენეტიკური კვალი არიძებნება რომ ის შემოვარდნა ჩვენ შევერიეთ. და 21 საუკუნეში თვითონ რო ადექი და შენი ხელით თმობდა ამად იქცევი?
ანუ ყველა ისტორიულ მონაკვეთს გაუძელი. სხვათა შორის, აი და შენით იკლავ თავს ამ ეგეთ ადიქციები. მაგ ფესტივალ